მოგესალმებით ჩემო ქართველებო, ემიგრანტებო და არაემიგრანტებო. დღეს მინდა გავაქარწყლო მითი იმის შესახებ, რომ თითქოს და ჩვენ რუსიფიკაციის წინააღმდეგ მებრძოლები არ ვებრძვით არაბიზაციას, ირანიზაციას, თურქიზაციას, ჩინეთიზაციას, პაკისტანიზაციას, ინდიზაციასა და აფრიკულ კოლონიზაციას, რომლებიც ხორციელდება საქართველოში. აი ყველა ეს პროცესი რაც შემოვთვალე. დავიწყოთ იქიდან, რომ ადრე მე ვპასუხობდი ისეთ კომენტარებს, რომლებიც იწერებოდა ჩემ გვერდზე, ჩემი მეგობრების გვერდებზე, ჯგუფებში და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს იმდენად გესლიანი კომენტარები იყო და შეურაცხყოფელი აქციის მონაწილეების მიმართ, რომ გადავწყვიტე არ დავხურდავდე აი იმ ადამიანების დონემდე, ვინც ჩვენ შეურაცხყოფებს გვაყენებს. და ამიტომ საერთო პასუხი გავცე ყველას და არგუმენტებით და ფაქტებით გავაქარწყლო აი ამ მითის საძირკველი და საფუძველი. ახლა დავიწყოთ საუბარი იმის შესახებ, თუ რა კავშირია რუსიფიკაციასა და არაბიზაციას შორის და თუ რატომ ვებრძვით ჩვენ ორივეს სხვა პროცესებთან ერთად. ნუ რას უკაცრავად, რომ ჩვენ რუსიფიკაციის წინააღმდეგ მებრძოლები არ ვებრძოდეთ არაბიზაციას. რუსეთი, რომლის მოკავშირეებიც არიან ირანი და ჩინეთი, ძალიან აქტიურ ეკონომიკურ და უპირველესად პოლიტიკურ ურთიერთობებში იმყოფება არაბულ სახელმწიფოებთან. და გააჩნია ოფშორები, თუნდაც ისეთ სახელმწიფოებში, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები. და სხვათა შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებს რუსეთის მსგავსად გააჩნია ოფშორები საქართველოში და არავინ არ უშლის ხელს ამ საქმეს და ეს ევროპაშიც კი ცნობილია. მთელი მსოფლიოსთვის არის ცნობილი, რომ რუსები ფლობენ ოფშორებს ყველაზე მეტად არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა საქართველოში. და ახლა ორივე ქვეყანა მკვიდრდება აქ თავიანთი ოფშორებით და ოფშორი ხიდია ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. მე ვგულისხმობ ისეთ ურთიერთობებს, როგორიცაა საიდუმლო ურთიერთობები, სანქციების გვერდის ავლით და ასე შემდეგ. ახლა რაც შეეხება რუსებს და არაბებს, ნუ თუ არ დაკვირვები ხართ, რომ ორივე ქვეყნის ოფშორულ კომპანიებს, რომლებიც ეწევიან საქართველოს კოლონიზაციას, გააჩნიათ რეკლამები, სადაც რუსებიც და არაბებიც მოუწოდებენ თავიანთ მოქალაქეებს, რომ დასახლდნენ აქტიურად საქართველოში, უკვე ბინებს ყიდიან აქ, მიწის ნაკვეთებს და ასე შემდეგ. და მალე რომ საქართველოს მოქალაქეებს თავიანთი მიწებიდან აყრიან, აი მერე მაგასაც ნახავთ. აგრეთვე ირანელებს, თურქებსაც გააჩნიათ აქ თავიანთი კომპანიები. ოღონდ თურქებს რაც შეეხება თურქული კოლონიზაცია თუ სადმე ხორციელდება, ის ახლოსაც ვერ მივა. ვერც რუსულთან და ვერც არაბულთან. რუსებს და არაბებს აქ საერთოდ ქალაქები გააჩნიათ. რუსულმა კოლონიზაციამ დაჩრდილა თურქული ბათუმში. თურქები ახლოს ვერ მივლენ კოლონიზატორობით რუსებთან. ისეთი კოლონიზაცია აქვთ რუსებს და სხვა შორის არაბებსაც. გვერდია მათი დასახლებები რუსების და არაბების. ერთმანეთს ეხმარებიან, რომ აქ დამკვირდნა. ვინც სვამს კითხვას, რატომ დაინტერესდეს რუსების ურთიერთობით არაბებთან, მაგალითად რუსეთი როგორ უჭერდა მხარს სადამ ჰუსეინს და როგორ შეიქმნა მისი არმიის ნაშალისაგან ისლამური სახელმწიფო, თუ რა როლი შეიტანა ამაში რუსეთმა. როგორ მეგობრობს რუსეთი ჰამასთან, ჰეზბოლასთან, რომლებიც მიესალმებოდნენ რუსულ აგრესიას 2008 წელს და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას. რა ურთიერთობები ჰქონდა რუსებს ასადთან და ასე შემდეგ, ყველა დიქტატორთან. დაინტერესდით ცოტა თქვენს ირგვლივ რა ხდება. ახლა კიდევ რაც შეეხება ჩინეთიზაციას. ჩინელებსაც გააჩნიათ აქ თავიანთი დასახლებები და ჩვენ ჩინეთიზაციასაც ვეწინააღმდეგებით, როდესაც ჩინელები ახორციელებდნენ საქართველოს აქტიურ კოლონიზაციას, ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებოდით და დღესაც ვეწინააღმდეგებით, მაგრამ დღეს რუსულმა და არაბულმა კოლონიზაციამ დაჩრდილა თვით ირანულიც, თურქულიც, ინდურ-პაკისტანურიც, ყველა სახის კოლონიზაცია, ჩინური, აფრიკული და ასე შემდეგ. რუსეთი დღეს ურდოებით მოდის ჩრდილოეთიდან, გადახედეთ, რამდენი რუსი შემოდის ჩრდილოეთის საზღვრიდან. არაბები კიდევ სამხრეთიდან და ასე შემდეგ.
რა საქართველო უნდა განადგურდეს? ზოგიერთები რომ ამბობთ, რომ აი ტურისტებია, კაცო, ფული გვჭირდება, გავაკეთოთ ფული, რა დამკვიდრდებიან რუსები აქ, რუსები ხომ კიდევ ლამაზები, ქრისტიანები, ერთმორწმუნეები არიან, კულტურული ხალხია. კულტურული ხალხი? მაშინ ივანე ჯავახიშვილის სიტყვებს თელავთ? არც არაბებს, სპარსელებს, მონღოლებსა და თურქებს არ დაუშავებიათ ის, რაც რუსეთმა და მისმა ეგზარქოსებმა დაუშავეს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. გეუბნებათ ივანე ჯავახიშვილი. რუსები ლამაზები არიან? ერთმორწმუნე ქრისტიანები? კულტურული ხალხი? ბარბაროსები, რომლებმაც მუსლიმ ბარბაროსებს აჯობეს ბოროტებაში. ჯვრით მოსული ეშმაკია რუსეთი. და წაიკითხეთ დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა თუ ვიზე მიგვანიშნებს კონსტანტინე გამსახურდია, როცა ბიზანტიაზე საუბრობს. რუსეთზეა მინიშნება, რომ ბიზანტია მაგალითად თვით ალ-ხაქიმზე უარეს საკეთებდა. და რუსეთი ყველა მუსლიმ დამპყრობელზე არის უარესი. ეს დაიმახსოვრეთ, ჯვრით მოსული დამპყრობელი, აი ეს მინიშნებაა დიდოსტატის მარჯვენაში. წაიკითხეთ ცოტა წიგნები და შეწყვიტეთ აქტივისტების შეურაცხყოფა, იმიტომ რომ ისტორია მაინც თავისას გააკეთებს. ისტორია დადგება იმ ადამიანების მხარეს, ვინც ებრძოდა ყველა სახის კოლონიზაციას. ჩვენ არ ვართ მიკერძოებულები, ჩვენ ყველა სახის კოლონიზაციას ვებრძვით. და ჩვენ გამორიცხულია რომ დაუშვათ აქ ან რუსის, ან არაბის, ან ჩინელის, ირანელის, თურქის, ინდოელის, პაკისტანელის თუ აფრიკელის დამკვიდრება. საქართველო უპირველეს ყოვლისა ქართველთა ქვეყანაა და ჩვენ მას შევინარჩუნებთ.